მოგესალმებით ეთერში ახალი ამბებით 13 საათზე მე ნინო სალოქვაძე ვარ. Ministrთა კაბინეტს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ემატება, რომელსაც ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, მისი ხელმძღვანელი კახა გულედანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნება. ასევე უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტიც, რომელსაც მამუკა მდინარაძე იკავებდა. მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებისთვის საჭიროს კანონპროექტების პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით სექტემბერში დაამტკიცებს. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნამდე მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიციას იკავებს. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი სიწვრილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შეასრულებას სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველყოფთ. დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა გამოწვევა მიღებულია ბატონო პრემიერო. რეგიონები დღეს ჩვენთვის ბევრი გვისაუბრია ამაზე, არა მხოლოდ ჟურნალისტებთან, საზოგადოებასთან, ჩვენ გუნდშიც, პრემიერთან, სხვა მინისტრებთან არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და გამოწვევას ვარქვი მე ამიტომ, არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთი მხრივ პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი გამოწვევასთან ერთად ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად თუ რამე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ, შევასრულოთ, მართვა იყოს ეფექტიანი, რაც შეიძლება და ამ გამოწვევის გამკვლევასთან ბრძოლაში, ასე ვთქვათ, მე შევეცდები მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სახელმწიფო გუნდის წევრები მიესალმებიან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რეგიონების სახელმწიფოს ხერხემალია, შესაბამისად, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მმართველი გუნდისა და ხალხის ძალის წევრების თქმით, გადაწყვეტილებები მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე მიიღება. მმართველობა საკმაოდ ცოცხალი პროცესია და მთავრობის შემადგენლობას დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საჭიროებებია ქვეყანაში, რა არის ის პრიორიტეტები, რაც მოსახლეობის წინაშე დგას. ამ შემთხვევაშიც სწორედ ამისი ანარეკლია ეს გადაწყვეტილებას, თუ რა საჭიროება დგას დღეს ქვეყანაში და ყველა ხედავს და ყველა დაგვეთანხმება, რომ რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც. ბევრი რამ კეთდება ცალკეული მიმართულებებით, იქნება სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, განათლება ასე შემდგომ, მაგრამ ამავე დროს არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს ამ ყველაფრის კოორდინაცია. მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, რომ სახელმწიფო მმართველობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, თითოეული თეთრი, რაც იდება რეგიონების განვითარებაში, იყოს მაქსიმალურად სწორად და მიზნობრივად გამოყენებული. ზოგადად რეგიონული პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში საქართველოში, როდესაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეგიონული პოლიტიკა არის ის ნაწილი, სადაც არის გარკვეული გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც უკვე სახელმწიფო მინისტრის დონეზე იქნება ასული რეგიონული პოლიტიკის გადაწყვეტილება, რასაც მამუკა მდინარაძე ჩაუდგება სათავეში, როგორც ეს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ვფიქრობ, რომ იქნება საკმაოდ ეფექტური. კულტურის სფეროს წარმომადგენლების საინიციატივო ჯგუფი საკონსულტაციო პროცესს იწყებს, რომლის მიზანი ისეთი საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაა, რომელიც საქართველოს ეკლესიის ქართული ენის ეროვნული გმირებისა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას მიზანმიმართულ თავდასხმებისგან სამართლებრივად დაიცავს. კულტურის სფეროს წარმომადგენლების თქმით, კონკრეტული ჯგუფების მხრიდან შეტევა ხორციელდება იმ ფასეულობებზე, რომლებიც საზოგადოებაში პატრიოტიზმს აძლიერებს, სამშობლოს სიყვარულს აღვივებს და ეროვნულ თვითშეგნებას ამყარებს. ეს
პროცესები კი ქვეყნის გარედან იმართება და ფინანსდება. ჯგუფის წევრები უახლოეს დღეებში კონსულტაციებს გამართავენ, რომელშიც სამართლის სპეციალისტები და დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფები ჩაერთვებიან. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები პარლამენტსა და შესაბამის უწყებებს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა იმ ტიპის ქმედებებმა და ეგრეთ წოდებულმა გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციების და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობის და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას. იქნებ მოახერხოთ ფართო საზოგადოების ჩართულობით, პროფესიონალების ჩართულობით, რომ რაღაცა შესაბამისი კანონმდებლობა მიიღოს, ჩაერთოს სახელმწიფო ამაში, რომ მსგავსი ქმედებები შემდეგში აღარ განმეორდეს. ეს ძალიან ფაქიზი თემაა, ძალიან ბეწვის ხიძია გასავლელი, დარეგულირდეს როგორც ერთი მხარეს, არ იყოს აქ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბარი და დარეგულირდეს მეორე მხარე, რომ ამან არ გადაინაცვლოს ქუჩაში და მსგავსი შედეგები, ანუ ესედაც ესე თუ ისე რაღაცა ახლა საზოგადოებასთან შეიძლება გქონდეს ამე და კიდევ უფრო არ გახდეს ეს და პირიქით რაღაცნაირად მოიქცეს კანონმდებლობის ფარგლებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც თვითონ ქართულს აწუხებს, ჩვენი იდენტობა, მისი შენარჩუნება, მისი დაცვა, გვინდა რომ ეს საკანონმდებლო დონეზე მოხდეს და ამიტომაც განცხადებაში თქვენ მოისმინეთ, რომ მიმართოთ საქართველოს პარლამენტს შესაბამისად ყველა იმ ადამიანს, იურისტებს, სამართალმცოდნეებს, ისტორიკოსებს და მთელი როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებს, რომ დაგვეხმაროს და მივიღოთ ერთად გონივრულად კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს. შარდებული ექს-პრეზიდენტი რეალობიდან ვირტუალურ სივრცეში ინაცვლებს. სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დაანონსა, რომ ხალხთან კომუნიკაციის მიზნით მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი მზადდება, რომელიც მასზე ბევრად უკეთ გამოიყურება. რატომ დადგა დღის წესრიგში სააკაშვილის ციფრული ორეულის შექმნის საკითხი? ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ ეს მათი ლიდერის პოლიტიკურ პროცესში ჩართულ მონაწილეობას გაადვილებს. სააკაშვილის ვირტუალური გამოსახულების შექმნას არასერიოზულ ამბად აფასებენ სახელისუფლებო გუნდში. ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიური ექსპერიმენტი სააკაშვილის მძიმე პოლიტიკურ წარსულს ვერ გადაფარავს. მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ, რომელსაც ეს არის მიშას დახვეწილი ვერსია, ლაპარაკობს როგორც მიშა, საუკეთესო დროს, მიხრა-მოხრა აქვს როგორც მიშას. მთელი ჩემი ნაზრები დაედება იმას. მათ შორის გამოჩენის სააკაშვილს ისეთი, რასაც თქვენ ვერ ამბობთ პარტიის არა, ვერ ამბობს რას ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ამ პარტიის ლიდერი და ამბუცნებელი და მას უნდა გქონდეს საშუალება ქართულ ხალხთან ურთიერთობის. მიხეილ სააკაშვილს რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს სურს რომ საკუთარი აზრები დააფიქსიროს და საზოგადოებამ ეს აზრები მოისმინოს, არავითარ კავშირში არ იმყოფება მისი პარტიის სხვა წევრებთან. ამას ხომ ისეთ საკითხებს გამოჩენა უნდა? კი ბატონო, მათ შორის რა თქმა უნდა, ყველას რაც სურს, ნაციონალურ მოძრაობის არამხოლოდ მომხრეებს, არამედ ამ ქვეყნისთვის რაც არის უმნიშვნელოვანესი, რომ საბოლოო ჯამში მიხეილ სააკაშვილმა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. ის არ გვაკვდა ეხლა რომ ორიგინალი სააკაშვილის რაღაცა ბოდვებზე გაგვეკეთებინა კომენტარი და ახლა იმის ავატარს უნდა ვდიოთ ალბათ, რა სიტყვის და როგორ იტყვის, თუმცა აქ ერთი ის არის რომ ამ ადამიანში გაერთიანებული არის ყველაფერი ერთდროულად, მათ შორის ეჭვიანობა საკუთარ თავზეც კი, საკუთარი ასლის შექმნა უნდა და საკუთარ ასლზეც კი იეჭვიანა და თქვა რომ ჩემზე უკეთესი იქნებაო, მაგრამ მე ვიქნებიო. არაფერი შეგეშალოთო. ეს ბუნებრივია რომ მეტყველებს იმაზე, აი როგორ
პიროვნებაზე გვეუბნებოდა და გვეუბნება ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია, რომ თურმე უნდა საზოგადოებამ ხმა მისცეს ასეთ პიროვნებას და ასეთ პარტიას. ჩვეულებრივ კლოუნადასთან გვაქვს საქმე, ეს ადამიანი სამწუხაროდ ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ თავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული, რა თქმა უნდა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი აი ამ დონემდე მივიდა, რომ ასეთ რაღაც ღიმილის მომგრელი მეტი სხვა განცხადების გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. რაც არ უნდა და რაღაც ახალი აბსურდული განცხადებებით დაანონსოს, რომ არ ვიცი, მოსახლეობისთვის ყველა კარგად იცის ვინ არის ეს ადამიანი, ეს არის მკვლელობების, წამების სისტემის შემქმნელი. სიძულვილის ენის გამოყენების ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების სამართალწარმოება გრძელდება. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ზოიძის საქმე განიხილა, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა თამარ ჩერგოლეიშვილს. მოსამართლემ ზოიძეს სამართალდამრღვევად ცნოდა, მას 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა მათი საჭიროებები იყო, მათ შორის სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით მოსახლეობის მიერ დასმული საკითხები ეტაპობრივად გადაიჭრება, ხოლო შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით განხორციელდება. ვეცნობით მათ საჭიროებებს, რა უჭირთ, რა უხინთ, რა არის ამ სოფლის და მოსახლეობის საჭიროებები ახალგაზრდობისთვის, ბავშვებისთვის, ასაკიანი ადამიანებისთვის და შეძლების დაგვარად რაც არის ჩვენს შესაძლებლობებში, აუცილებლად, რა თქმა უნდა, დავეხმარებთ. ასეთი ტიპის შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მახასიათებელია ეს, რა თქმა უნდა, ისეთი ხელისუფლებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის იქნება ეს ვთქვათ ხელისუფლება თუ ამ შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიცია, რომ საზოგადოებასთან უშუალო ჩართულობა ყოველთვის არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი. შეხვედრა იყო მართალიალური, პრობლემებზე ორიენტირებული, ის რაც გვაწუხებს მოსახლეობას. შეგვყიდა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, რომ მოხდება სკოლების რეაბილიტაცია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაკეთდა ბევრი რამ, ხდება ქუჩების მოასფალტება, ბეტონირება, საუბნე გზების. ყველა არსებული პრობლემა იყო გაჟღერებული თავი, არავის არაფერზე შეუკავებია ის, რომ წყლის პრობლემა არის მატანში, განსაკუთრებით სარწყავი წყლის პრობლემები, გზები მართალია დაიწყო მშენებლობა კეთდება, მაგრამ არის რაღაც გარკვეული ნაწილი, ესაც იყო ამ ყველა თუ კი რაიმე პრობლემა იყო, ყველა საკითხი იქნა განხილული. ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა. სილვიუ დომენტე პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს. მხარეებმა ის რეფორმები შეაჯამეს, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. მათ შორის საუბარი შეეხო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის კოლაბორაციის ცენტრის გახსნას, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასა და სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების სისტემის შექმნას. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა სილვიუ დომენტეს დამსახურებას საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ეფექტურ მუშაობაში. მინისტრმა მას თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა. მათთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორიის ფარგლებში არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ, ისეთი მაგალითად როგორიც არის პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყება, დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების მეთოდოლოგიის მიხედვით ჰოსპიტლებში, ანაზღაურების მეთოდის შემოტანა, წამლებზე ფასების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის ფარმაცევტულ პროდუქტზე, ფასების რეგულირება, C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში ტექნიკური მხარდაჭერით დიდი წარმატების მიღწევა. ბოლო 7 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორში ბევრი კარგი რამ მოხდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიკატი მიიღო. ასევე საქართველოში დავაარსეთ ჰეპატიტის ელიმინაციის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციის ცენტრი. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი რეფორმები. სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების სისტემის დანგრევით დაწყებული, გაგრძელებული პირველადი ჯანდაცვის ფართომასშტაბიანი რეფორმით, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და ფართოვდება. ამასთან მედიკამენტებზე ფასების რეგულირებამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსახლეობისთვის აუცილებელ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა. განხორციელდა
და არაერთი ახალი და თანამედროვე ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზებას ემსახურება. მათ შორის დიგიტალიზაცია, ციფრული ჯანმრთელობის განვითარება, ტელემედიცინა, ასევე სარეაბილიტაციო სერვისებისა და დამხმარე ტექნოლოგიების განვითარება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ ფაქტორების მართვის მიმართულებით. მნიშვნელოვანი პროგრესია თამბაქოს კონტროლის, ასევე სხვა რისკ ფაქტორების შემცირების კუთხით. მაგალითად, ტრანსცხიმების აღმოფხვრის ბოლოდროინდელი ინიციატივები, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, მარილის მოხმარების შემცირება და ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია. ამ ყველაფრის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა საქართველოს ეს მიღწევები მივულოცო. სურს მადლობა გადავუხადო ყველას. ჯანდაცვის სამინისტროს, მის გუნდს, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებსა და ყველა იმ ექსპერტს, რომლებთანაც ამ 7 წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდი. რუსთავში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 80 მილიონ ლარზე მეტია, 4 ათხლად აშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით კომპლექსის ტერიტორიაზე მოიწყობა სტადიონი, საბავშვო მოედანი და სავარჯიშო სივრცეები. მიმდინარე სამუშაობს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და დევნილთა სააგენტოს დირექტორი გაეცნენ. ტემპი მშენებლობის არის ძალიან კარგი. აღსანიშნავია ის, რომ სრულად გარემონტებული ბინები ჩაბარდებათ დევნილებს, იქნება ბავშვთა გასართობი მოედნები, მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები გაკეთდება, კეთილმოეწყობა, გამწვანდება ტერიტორია. რა თქმა უნდა, იქნება ავტომანქანებისთვის ავტოსადგომი. დასასრულს უახლოვდება ქალაქ რუსთავში მიმდინარე მშენებლობის პროცესი, როგორც მოგეხსენებათ, აქ 800 ოჯახისთვის შედგება ახალი საცხოვრებელი ბინები. ამის პარალელურად სააგენტომ დაასრულა განაცხადების შეფასების პროცესი და გამოქვეყნდა იმ ქულების რაოდენობა, რომელი ქულის მქონე ოჯახების დაექვემდებარებიან მონიტორინგს. შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილეებთან ერთად ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია. სულხან თამაზაშვილი დარიალის ხეობაში ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა და სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ თანამშრომლებს გაესაუბრა. ასევე ყაზბეგის რაიონული სასამართლოს გუდაურის პოლიციის სახანძრო სამაშველო და დაცვის პოლიციის განყოფილებები დაათვალიერა და დასაქმებულების სამუშაო პირობებს გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაეროსულ ტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარებმა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული პროგრესი განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო თავშესაფრის განცხადების განხილვის პროცესში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. ალექსანდრე დარახველიძემ ანა რიჩს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების საქმეში წლების განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია. სტუმრები საქართველოში სასაზღვრო პოლიციის უფროსის დავით ამაზაშვილის მოწვევით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საქართველოს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციას, ასევე პოლიციის აკადემიას ესტუმრა. დელეგაციის წევრები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში იმყოფებოდნენ, სადაც შეტყობინებებს მართვის პროცესსა და ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემას გაეცნენ. მხარებმა ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარებისა და ორმხრივი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მათ შორის საუდის არაბეთის, თურქეთის, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა პირს საქართველოს ტერიტორიაზე ხელახლა შემოსვლა სამომავლოდ ოფიციალურად აეკრძალა.
სამართალ დამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრი. მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული მცენარეების კულტივირება ედებათ. გამოძებით დაადგინდა, რომ ბრალდებულები სპეციალურად მოწყობილ სადგურში მცენარეების უკანონო კულტივირებას ახდენდნენ. სამართალ დამცველებმა ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 13 კილოგრამზე მეტი კანაფი, 7 კილოგრამი მარიხუანა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. საქმეზე გამოძება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დაკავებულია 2 პირი. სამართალ დამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნიუთმტკიცებად 22 კაფსულა მეთადონი, მარიხუანა და 13 კილოგრამამდე მცენარე კანაფი ამოიღეს. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა. გამოძებით დაადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით საკუთარი ავტომანქანით სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული კილოგრამზე მეტი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა. ნივთმტკიცებად ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 246,857 ლარს შეადგენს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის ერთობლივი ინიციატივით სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში უწყებების წარმომადგენლებმა დასაქმებულებს შრომითი ექსპლუატაციისგან თავდაცვის მექანიზმები და დაზარალებულთათვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იძულებითი შრომის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებულ მიდგომებს. შეგახსენებთ, რომ ტრაფიკინგთან შრომის ინსპექციის უცვლელი პრიორიტეტია. მხოლოდ გასულ წელს უწყებამ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ 300-ზე მეტი აქტივობა განახორციელა. სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რისთვისაც უწყება აქტიურად ახორციელებს საქმიანობას. მხოლოდ გასულ წელს 8000-მდე აქტივობა განხორციელდა. განხორციელებული ინსპექტირებები კი 80,000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო. რა თქმა უნდა, შრომის ინსპექციის სამსახური კვლავ აგრძელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფას, მათ შორის ტრაფიკინგის მიმართულებით. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის, სახელმწიფო პოლიტიკის, მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების, შრომითი ექსპლუატაციის ფორმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე გაზიარებული იქნა შრომითი ექსპლუატაციის შესახებ საუკეთესო პრაქტიკა. ინფორმირებული დასაქმებული თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც კომპანიისთვის, ასევე სახელმწიფოსათვის. მე როგორც კომპანიის ხელმძღვანელი მივესალმები და მხარს ვუჭერს თანამშრომლების მუდმივ ტრენინგს როგორც პროფესიული, ასევე საგანმანათლებლო კუთხით. განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც წიგნების შექმნის პროცესის შეფასებას მიეძღვნა. თამარ მახარაშვილმა მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ხარისხიანი სასკოლო რესურსების შექმნა განათლების დონის ამაღლების მთავარი წინაპირობაა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროცესში ჩართული პირები, ასევე ავტორები, რედაქტორები, ილუსტრატორები და ფსიქოლოგები. მხარებმა იმსჯელეს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე, წიგნების ეროვნულ გეგმასთან შესაბამისობასა და არსებულ გამოწვევებზე. სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა სასკოლო რესურსების კიდევ უფრო დახვეწას შეუწყობს ხელს. სწორედ აი ამ სამუშაო ფორმატში ჩვენ გვეძლება საშუალება, როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების საგნების ავტორები დასხდნენ ერთად, გაიაზრონ კარგად თუ რა არის ის მასალა, რომელიც ჩვენ დავდეთ პირველ სემესტრში და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაუმჯობესება. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ამ რეფორმის კვალდაკვალ ხორციელდება სრულიად ახალი სახელმძღვანელოების შექმნა, რომელიც არა მხოლოდ ახალ ცოდნას და უნარჩვევებს, არამედ ეროვნული ღირებულებებისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას ჩამოუყალიბებს ჩვენს მომავალ თაობებს და არაჩვეულებრივი ავტორები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში. სახელმძღვანელოები მორგებული არის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, ასევე გათვალისწინებული არის საერთაშორისო გამოცდილება
თითოეული გაკვეთილი, თითოეული პარაგრაფი დაწერილი არის, შექმნილია ისე ავტორების მიერ, რომ მოსწავლეს გაუადვილდეს მაქსიმალურად და მასწავლებელს დაეხმაროს იმისათვის, რომ ეფექტური გაკვეთილი ჩაატაროს და უპასუხოს თანამედროვე სტანდარტებს. გუნდი შედგება როგორც ძალიან გამოცდილი მასწავლებლებისგან, ასევე პროფესორებისგან და უახლოესი ურთიერთობა ჰქონდა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე დამკაბადონებლებთან, ასევე მხატვრებთან. სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სუმოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. შოტლანდიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სუმოისტებმა გუნდური ვერცხლის медаლი და 6 ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვეს. ტურნირზე ევროპის ჩემპიონატის ტიტული ზურა ციქორაძემ მოიპოვა, რომელმაც აბსოლუტურ ზონაში ვერცხლის медаლიც დაისაკუთრა. ვიცე-ჩემპიონი გახდა საბა გამთენაძე, ხოლო ბადრი ხატისკაცმა და ლუკა ბერიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სადაც სპორტსმენებს სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვეს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყავდა ძალიან რთული მეტოქეები სხვადასხვა ქვეყნებიდან, უმეტესად უკრაინიდან, იყო ძალიან მაგარი ბიჭები და გავიმარჯვე, დავიკავე პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატში და მოვიგე მე-10. ვიასპარეზზე ფინალში დავიკავე მეორე ადგილი, ასევე ავიღეთ გუნდური მეორე ადგილი, ასევე გვაქვს ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ვიასპარეზებთ და ვერცხლს გადავწვდი ოქროში. მინდა დიდი მადლობა გადავხადო სპორტის სამინისტროს, ბატონ შალვას თანადგომისთვის. ეს თანადგომა უკვე გრძელდება დიდი ხანია და ჩვენ ფედერაციასაც დაეთყო, იმიტომ რომ უკვე უფრო მეტი და მეტი медаლი მოგვაქვს საქართველოსთვის. ახალი ამბები პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება დროებით.